კოლეგებო, მოგესალმებით, მივესალმები საზოგადოებას. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ხდომას გახსნილად ვაცხადებ. Ქორუმი გვაქვს, წარმოგიდგენთ პირველ რიგში დღის წესრიგს. ჩვენ გვექნება ორი საკითხი დღეს განსახილველი. პირველი გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრის რუსუდან თევზაძისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა. მოგეხსენებათ ხალბატონო რუსუდანმა თვითონ მოგმართა წერილობით ამ საკითხთან დაკავშირებით და მეორე საკითხი არის საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ პეტიციაზე მხარდამჭერთა ხელმოწერის ნამდვილობის შესწავლის საკითხის განხილვა. ვინ არის მომხრე რომ დღის წესრიგით ვიმუშაოთ? მადლობა. დავიწყოთ პირველი საკითხით, კოლეგებო. პირველი საკითხი, როგორც გითხარით, გახლავთ ხალბატონ რუსუდან თევზაძისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა. მე ჩაგიკითხავთ დასკვნის პროექტს, რომელსაც უყურით კენჭს და შემდგომ უკვე დადგენილებას მე გავაცნობ მომდევნო სხდომაზე, სესიაზე, შემდეგ სესიაზე უკვე პარლამენტის წევრებს. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის 17 ნოემბერს კომიტეტის სხდომაზე განეხილა პარლამენტის წევრის რუსუდან თევზაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ წერილობითი განცხადების საფუძველზე. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დაადგინა საქართველოს პარლამენტის წევრის რუსუდან თევზაძის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 2025 წლის 31 ოქტომბერს წარდგენილი განცხადების ნამდვილობა. ზემოთაშორისო გამომდინარე, კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39 მუხლის მე-5 პუნქტის აქვე პუნქტის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის აქვე პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის წევრს ხალბატონ რუსუდან თევზაძეს ვადამდე შეუწყეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. წარმოდგენილია განცხადება, როგორც უკვე ვთქვით, შევისწავლეთ განცხადება, მისი ნამდვილობა დადასტურდა, შესაბამისად საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ფუნქცია, ასე ვთქვათ, აქ ამოწურულია. ეს დასკვნის პროექტი მე თქვენ წარმოგიდგინეთ და უკვე მხარდაჭერის შემთხვევაში დადგენილების პროექტს, როგორც უკვე მოგახსენეთ, გავაცნობთ უკვე სესიას. ამ პირველ საკითხთან დაკავშირებით კითხვები, მოსაზრებები თუ კი არის, მოგისმენ, გავცემ პასუხს თუ არა და შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ დასკვნის პროექტს. მადლობა. პირველი საკითხი მიღებულია ერთხმად. მეორე საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია პეტიციაზე მხარდაჭერთა ხელმოწერები, რომელთა ნამდვილობის საკითხის შემოწმება ასევე მოგეხსენებათ შედის ჩვენი კომიტეტის პრეროგატივაში. შესაბამისად, მე თქვენ ჩაგიკითხავთ დასკვნის პროექტს, რომელიც ეხება ხსენებულ პეტიციაზე მხარდაჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის საკითხის შესწავლას. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად პარლამენტის თავმჯდომარის პეტიციის განაცხადი წარედგინება წერილობით ან და ელექტრონულად. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად წერილობით წარდგენილი პეტიციის განაცხადზე პეტიციაზე პირის მხარდაჭერა ფიქსირდება მხოლოდ ერთხელ ხელმოწერით, მისი სახელის, გვარის, პირადი ნომრის, ტელეფონის ნომრის მითითებით. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილი პეტიციის 300 მხარდამჭერიდან, სულ არის 8 ფურცლად, 2 მხარდაჭერის შემთხვევაში არ არის მითითებული სახელი, გვარი, სრულად, 1 მხარდაჭერის შემთხვევაში პირადი ნომერი, ხოლო 1 მხარდაჭერის შემთხვევაში არ არის მითითებული ტელეფონის ნომერი. ამასთან 299 მხარდაჭერის შემთხვევაში არ არის განხორციელებული თვითონ ხელმოწერა, რაც უპირველესი, ასე ვთქვათ, ვალდებულებაა ასეთ შემთხვევაში, როდესაც პეტიციაზე მხარდაჭერთა ხელმოწერის საკითხს მოკლედ ვამოწმებთ. სამწუხაროდ არ არის ეს ვალდებულება შესრულებული. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 277 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ბათილად მიიჩნევა ხელმოწერა, რომელიც 227 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით არის შესრულებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 299 მხარდამჭერის შემთხვევაში დარღვეულია პარლამენტის რეგლამენტის 227 მუხლის მოთხოვნები, რის საფუძველზეც ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა
არ აღემატება 300 პირის ხელმოწერა. შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ პეტიციის ავტორს უარი ეთქვას პეტიციის განხილვაზე. აქ მე ჩავიკითხავ პეტიციის ნომერსაც, რომ იდენტიფიკაცია მოხდეს. ეს არის 1.98-93/25. მოკლედ, აქაც არის დარღვეული, როგორც უკვე მოგახსენეთ, ის სავალდებულო წესები, რაც არის აუცილებელი მისთვის, რომ დადებითი შეფასება მიიღოს ამ საკითხმა. ხსენებულთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებს თუ აქვთ კითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები? აბძანეთ. მოსაზრებას გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, პეტიციის შინაარსი რო წავიკითხე, საკმაოდ სენსიტიური თემაა. მშობლების მხრიდან მოდის ეს პეტიცია, რომელთა შვილებს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვთ. უბრალოდ მე მგონია, რომ კიდევ უნდა განვუმარტოთ მათ, რომ ესე იგი თვითონ ამ ცხრილებში, რომელიც წარმოადგენილია გრაფაც არ არის მითითებული, სადაც ხელმოწერები უნდა გაკეთდეს და როგორც ჩანს, მათ ვერ არ იცოდნენ კანონმდებლობის მოთხოვნა, რომ ესეთ ხელმოწერები იყოს საჭირო. მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ მას შემდგომ რაც ამას გამოასწორებენ, ახრიდან შეუძლია რომ მოგმართონ და ბუნებრივია ჩვენ ასეთ შემთხვევაში უკვე დავაყოფილებთ პეტიციას. სხვა მოსაზრებები თუ არ არის, ბატონო გაგა, ჩვენ მადლობა ამ ინტერვენციისთვის. ჩვენ ისედაც წესად გვაქვს, რომ მსგავს შემთხვევაში, როდესაც არის რაიმე ფორმით დარღვევა წესის, როგორი საკითხიც არ უნდა იყოს, ეს ახლა ამ შემთხვევაში ბუნებრივია არის საკმაოდ სენსიტიური საკითხი, ჩვენ უკავშირდებით შემდეგ ავტორს და დაწვრილებით ვეუბნებით გზას ვაჩვენებთ, თუ როგორ გამოსწორდეს ის ხარვეზი, რის გამოც დახარვეს და აღნიშნული პეტიცია. ამიტომაც ბუნებრივია, რომ აპარატის უფროსი შემდგომ უკვე მოახდენს კომუნიკაციას მათთან და მოხდება ამისი ახსნა ყოველთვის. მადლობა. სხვა კითხვები, მოსაზრებები თუ არ არის, წინადადება მაქვს, რომ ხარ დაუჭიროთ. საკითხს, რომ პეტიციაზე მხარდაჭერთა ხელმოწერის ნამდვილობის შესახებ უარყოფითი დასკვნა იქნა ჩემს მიერ წარმოდგენილი. მხარდაჭერილია სრულად. კი ბატონო, ჩვენ დღეს წესრიგში მყოფ საკითხები ამოვწურეთ, ორივე საკითხი იქნა დღეს წესრიგის შესაბამისად, ასე ვთქვათ, უარყოფილი, ერთ შემთხვევაში მხარდაჭერილი, მეორე შემთხვევაში უარყოფილი. ხსოვნა დახურულია. დიდი მადლობა.